მთავრობის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ვიქტორ ორბანს არც დარჩენილ დღეებში, ვიდრე ის არის საქართველოში, არ აქვს დაგეგმილი საოკუპაციო ხაზის მონახულება. ის დღეს გამართავს მთავრობათა შორისი კომისიის შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად და შემდგომ ჩატარდება ბრიფინგი, თუმცა საოკუპაციო ხაზს არ მოინახულებს და როგორც და რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ საოკუპაციო ხაზთან არც ამ დღეებში ჩასულა ვიქტორ ორბანი, ისე როგორც მაგალითად იქცევიან ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერები, როცა თბილისს სტუმრობენ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი, რაც განასხვავებს ვიქტორ ორბანის ოფიციალურ ვიზიტს სხვა ევროპელი ლიდერებისგან, ის საქართველოს დატოვებს ისე, რომ არც ოპოზიციურ პარტიებს გაესაუბრება, არც მესამე სექტორს და ბრიფინგზეც, რომელიც აქვს დღეს დაგეგმილი კახეთში, არ უპასუხებს მედიის კითხვებს, ის ახლა კახეთში იმყოფება, ის რომ ორბანის როლი არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის სტატუსის მიღების პროცესში, ამაზე ოპოზიცია არ დაობს, რადგან მას როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერს აქვს ერთი ხმა სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილების პროცესში, თუმცა ის რომ ის არის მთავარი დასაყრდენი მმართველი პარტიისთვის, ოპოზიციისთვის ეს მანიშნებელია ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკაზე, რადგან ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ორბანი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის ყველაზე პრობლემური ლიდერი, მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსებისთვისაც, რადგან ის გამოირჩევა ანტიდასავლური განწყობებით, რუსეთისადმი ლოიალური განწყობებით და შესაბამისად მასთან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა ქართული ოცნების განწყობებზეც მიანიშნებს. ასე არ ხდება ხოლმე, როცა ოფიციალური ვიზიტი იმართება, ევროკავშირის ლიდერები როცა საქართველოს სტუმრობენ, ისინი არამხოლოდ ქართულ ოცნებას ესაუბრებიან, არამედ ვითარების უკეთ გასაგებად ესაუბრებიან ყველა მხარეს, თუმცა ორბანის დღის წესრიგი ასეთი არ არის. ქართულ ოცნებას რეალურად მოკავშირეები დასავლეთში არ დარჩა, მათ ყავთ მოკავშირეები რუსეთში, ჩვენ ის ვნახეთ კონკრეტული სახელი და გვარები და ასევე მოკავშირე ქვეყანა, რომელიც არის უკიდურესად პრობლემული, როგორც უკრაინასთან პოზიციონირებაში, ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით. ამიტომ თავად ეს ვიზიტი, ამ ვიზიტის შინაარსიც მეტყველებს ამ ხელისუფლების ღრმა კრიზისს. ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც დარჩათ ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ორბანი. ზოგადად არაფერი ცუდი იმაში არ არის, ჩვენ ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანასთან გქონდეს კარგი ურთიერთობა, მათ შორის უნგრეთთანაც და უნგრეთის ლიდერთანაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში ორბანის ხელისუფლება თვითონ ევროკავშირის შიგნით ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის პრობლემა და ამაზე ისინი ხშირ შემთხვევაში ღიათაც საუბრობენ. ხო, ამიტომ ეგ არის ინდიკატორი იმისა, რომ არავინ მეტი სხვა მეგობარი არ დაგვრჩა. სტუმრები კი არა, თვითონ ოცნების წარმომადგენლები არ დადიან და ზოგიერთი მათგანი არ არის ნამყოფი საერთოდ საოკუპაციო ხაზზე. სტუმრებს რა უნდა მოვთხოვოთ? ხო, აქ საუბარი არის ისევ ოცნების ხელისუფლების პრიორიტეტზე. ოცნების ხელისუფლებისთვის ოკუპაციის საკითხი არათუ პრიორიტეტი არ არის. არამედ მათმა ანტიპრაგმატულმა პოლიტიკამ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები გაზარდა. პრობლემა აქ იცით რა არის? პრობლემა არის ის, რომ უნგრეთის გარდა ოცნების ხელისუფლებამ ფაქტობრივად არ დაიტოვა მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ასევე ღიად და ასე თამამად გააკეთებდა განცხადებებს საქართველოს მხარდაჭერასთან და მიმართებით. ჩვენ დღეს სწორედ ამ მიმართულებით დავსვამთ კითხვებს მმართველი პარტიის დეპუტატებთან. ხშირად სწორედ ხელისუფლების ინიციატივაც არის, რომ დასავლელი პარტნიორების თბილისში ვიზიტის დროს ისინი წაიყვანონ საოკუპაციო ხაზთან, რადგან რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგები ადგილზევე ნახონ დასავლელმა პარტნიორებმა და რატომ არ მოხდა ახლა ამჯერად ვიქტორ ორბანის ვიზიტის დროს და ასევე დავინტერესდებით, რატომ არ ესაუბრება ის მესამე სექტორს და ოპოზიციას. ამ კითხვებს დავსვამდით თავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრთანაც, თუმცა როგორც ცნობილია, დღეს ის გამართავს ბრიფინგს ისე, რომ არც მედიის კითხვებს უპასუხებს.